რამდენიმე ეფექტური აქტივობა გვინდა შემოგთავაზოთ კიდევ ამ მიზნით დიფერენცირებული კითხვის დიფერენცირებული სწავლების მიზნით და დღეს ამით დავასრულებთ როგორც გითხარით. ეს არის ეგრეთ წოდებული სასწავლო მენიუ. მაგალითად, ხო? რაც გულისხმობს მოსწავლეთა ავტონომიურობის მაღალ ხარისხს, შესწავლის ტიპის, დავალების ტიპის შესასრულებლად საჭირო დროის არჩევანის თავისუფლებას, სასწავლო ამოცანების დიფერენცირება ხდება ამ დროს მოსწავლეთა მზაობის ინტერესების სწავლის სტილის მიხედვით. მრავალგანზომილებიანია ერთდროულად რამდენიმე ტიპის დიფერენცირების საშუალებას იძლევა. და როგორ, ესე იგი, როგორ უნდა განხორციელდეს ეს სამუშაო, მენიუს წინასწარ სასწავლო ამოცანების შესაბამისად მომზადება იქნება საჭირო, დეტალური ინსტრუქციები მოსწავლეებისთვის წინასწარ და მუშაობის პროცესშიც. მოსწავლეთა ასაკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ლექსიკის გამოყენება ხდება ამ დროს. ახლა რაც შეეხება ავიღოთ კონკრეტულად თუნდაც ეს სასწავლო მენიუ. მე ისევ უბრუნდები თქვენ მიერ წარმართულ მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრებს. მაგალითად, წარუდგინეთ ეს მეთოდი, ეს სტრატეგია თქვენს კოლეგებს და ასევე ვაჩვენეთ ეს სქემა, სასწავლო მენიუს სქემაც, რომელიც უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს. ესე იგი, ნახეთ, იმისათვის, რათა ჩვენმა შეხვედრამ მიიღოს საგნობრივი ხასიათი, ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ მხოლოდ ეს ფორმა კი არ შევთავაზოთ მოსწავლეებს, არამედ შევავსოთ კიდეც ერთობლივად ეს მენიუ. ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ ამის გათამაშება, ამისთვის გთხოვთ თქვენს აქტიურ ჩართულობას, უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ტექსტს გავდივართ მაგალითად მესამე მეოთხე კლასელებთან. მითხარით რომელიმე ტექსტი და ამ ტექსტის მიხედვით შევავსოთ ჩვენ ეს სასწავლო მენიუ. ანუ მე მესამე კლასში შემიძლია პეპი გრძელიწინდას გავდივართ ახლა, თუმცა ეს მესამე კლასი არის და მეოთხე არ ვიცი. ორგვერდიანი ტექსტი იქნება პეპი გრძელიწინდიდან, არა? ვიღოთ ეგ ტექსტი. ნახეთ. კარგით. მაგალითად, ესე იგი, მოდი ტექსტი რომ გვაქვს სადმე, მივაწეროთ პეპი გრძელიწინდა. თემა, რა თემა შეიძლება, კონკრეტულად მაგ მონაკვეთიდან რა თემა შეიძლება დავასახელოთ? რაზეა ეგ ტექსტი? ურთიერთოდ ეს გაცნობა არის. კი, და ისა, შემდეგ გამასპინძლებაზე რომ მიიპატიჟა თავისთან და გაუმასპინძდა ანიკას და ემას, ტომის. ურთიერთობები ბავშვებს შორის, ხო? იყოს ასე, არა? ხო შეესაბა? კი, ზუსტად ეგ არის. კი ბატონო. კარგი, ახლა ვნახოთ, მოვიფიქროთ ის დავალებები, რომლებსაც ამ ტექსტის მიხედვით ყველა შეასრულებს, ხო? ყველა დავალება უნდა შეასრულოს ბავშვმა. ესე იგი, რა უნდა შეასრულოს მაგალითად? თავიდან ტექსტის საკითხვამდე რა დავალებას მივცემთ დაუშვათ ჩვენ, ხო? ესე იგი, რაზეა სტუმრობის შესახებ საუბარი? ანუ ესტუმრებიან, ხო, ამ პეპისთან და უმასპინძლდება, ხო, მასია ამ ტექსტის მიხედვით. მაგალითად, შეიძლება ტექსტის საკითხვამდე შევთავაზოთ, ესე იგი, სტუმრობის რომელიმე ეპიზოდის გახსენება. ხო, შეიძლება ეს ვთხოვო თავიდან, სანამ წავიკითხავთ, რომ ბავშვებო, მაგალითად, სად წაგიკითხავთ, ან თქვენი გამოცდილებიდან ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ რაიმე სიტუაცია ამის შესახებ. ხომ შეიძლება ეს დავალება შევთავაზოთ, რა? კი, შეიძლება. მაგალითად ამაზე. ტექსტის წაკითხვას ალბათ ყველას მოვთხოვთ, რომ ყველამ წაიკითხოს, ხო? ესე იგი, ტექსტის წაკითხვა
ტექსტის წაკითხვა, მაგალითად, ესეც მე მგონი ყველა. ასევე შეიძლება რომელიმე ლექსიკურ ერთეულებზე გავამახვილოთ ყურადღება და მოდი ესეც ყველასთვის მივიჩნიოთ, ხო? ესე იგი, სიტყვებზე მუშაობა შეიძლება იყოს რაიმე სქემა, მაგალითად, სიტყვის პირამიდა, ან რაიმე სხვა სქემა გავაკეთებინო ბავშვებს და ესეც მინდა რომ ყველამ გააკეთოს. აი ჩამოიწერა ეგრეთ წოდებული სავალდებულო დავალებები. ახლა მოდი დავფიქრდეთ არჩევითი დავალებები. ამ სამთაგან ერთი უნდა შეასრულოს. მაგალითად, შევთავაზე მოდი ტექსტის გააზრებით მიზნით შევთავაზოთ პირველი სქემა. თქვათ სამი სქემიდან ერთი აირჩიოს. ერთი სქემა ეს იყოს, აი ტექსტი რომ კარგად ვერ ხედავ ახლა ტექსტს, მაგალითად იყოს ერთი პერსონაჟის სქემა იყოს, ხო? ხო შეიძლება შეავსოს ეს კონკრეტული სქემა. ან მეორე შევთავაზოთ დაუშვათ ეს იყოს მოვლენათა ჯაჭვი, სადაც ანუ წარმოდგენილი იქნება თუ რა ხდება ამ მონაკვეთში მოვლენათა ჯაჭვი და მესამე სქემა შევთავაზოთ, მოდი ეს იყოს მიზეზ შედეგობრიობის სქემა. ანუ ესე რომელი სქემას გულისხმობ, იცით? რომელიც გულისხმობს აი მოვლენა რომ არის რაღაცა და რა მიზეზით არის გამოწვეული ის. ეს გავაკეთოთ და ბავშვმა ჩაწეროს ორი ესე იგი ქმედება, ან ორი მოვლენა და მიუწეროს მიზეზები ამას. ამ მონაკვეთის მიხედვით. შეხედეთ, ესე იგი, აი გამოიკვეთა ასეთი სქემა და ვეუბნები რომ აი სამი ვარიანტი გაქვს და რომელიც გინდა შენ შეარჩიე აქედან ერთ-ერთი. ოღონდ ერთ-ერთი აუცილებლად უნდა შეარჩიო და შეავსო, როდესაც ტექსტს წაიკითხავ და იმუშავებ ამ ტექსტის მიხედვით, ხო? და არასავალდებულო დავალებები. შეგიძლია შეასრულო ერთი, ან შეგიძლია შეასრულო ორი, ან შეგიძლია შეასრულო არც ერთი. მაგალითად, ესე იგი, კომიქსი შექმენი. კიდევ რა შეგვიძლია? მისწერე წერილი პეპია, ხო? მთავარი მასპინძელი. ან მაგალითად კიდევ აი მოვიფიქროთ კიდევ მესამე რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. დაწერე პეპის პირით თუ სახელით თუ როგორ ვამბობთ, პეპის როლში იმ დღის დღიური შეიძლება? ნახე? ანუ დღეს გამოხდა როგორ გავუმასპინძლა რა. შეხედეთ ახლა როგორი რაღაც მივიღეთ ჩვენ, როგორი მენიუ მივიღეთ, ესე იგი ამ მონაკვეთის მიხედვით. მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან კარგი მენიუ გამოვიდა ახლა ჩვენი მოსწავლეებისთვის, ხო? აი სრულიად გასაგებია, რა უნდა გავაკეთოთ სავალდებულოდ, რა შეიძლება ავირჩიოთ ამ ტექსტზე მუშაობის დროს ბავშვის მიერ მოხდება ამ არჩევნის გაკეთება და ასევე არასავალდებულო დავალებები, რომელთაგანაც შეუძლია შეასრულოს და შეუძლია არ შეასრულოს, ესე იგი, აქედან მოსწავლე. ხო, რაც იძლევა აი დიფერენცირების კარგ საშუალებას და მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ როდესაც ასეთ მენიუს შევთავაზებთ ხოლმე ბავშვებს, აი მე მგონი დამეთანხმებით გამოცდილი მასწავლებლები ბრძანდებით, რომ ესე იგი ბავშვებს აი უნდათ რომ აი ვეუბნებით რომ არ არის საჭირო ერთ-ერთი გააკეთე, მაგრამ ესე იგი თუ კი გააკეთებს ერთს, აი წერილსაც მივწერ მასწავლებელო იციან ხოლმე. რა თქმა უნდა, კი ბატონო, სიამოვნებით შეიძლება გააკეთონ ბავშვმა თუ ერთი თუ მეორე დავალებად. მაგრამ მთავარია რომ მათ ექნებათ, ჩემი აზრით, საინტერესო აქტივობების არჩევის საშუალება, დამეთანხმებით. და ბოლოს რომ დავასრულო და ამ სლაიდზე საუბარი და შევაჯამოთ, შეხედეთ ეს პროცედურა ახლა რაც ჩვენ გავაკეთეთ, ხო? აი ამ სქემის შევსების სახით.
ესე იგი, როდესაც ეს მოხდება მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებში შეხვედრაზე, ასეთი შეხვედრა იქნება ჩემი აზრით, მე მომეწონებოდა, მე მგონი თქვენც მოგეწონებათ და მასწავლებლებსაც მოეწონებათ, რაც მთავარია, ეს შეხვედრა იქნება უკვე ნაყოფიერი, საიდანაც მასწავლებლები წაიღებენ კონკრეტულ პროდუქტს. შესაბამისად, მასწავლებელი ამ შეხვედრის მერე წაიღებს გამზადებულ ამ სქემას, რომელსაც აღარაფერი აღარ დაჭირდება გარდა გადამრავლებისა, გადაქსეროქსებისა და მოსწავლეებთან შეტანისა, ხო? ნაცვლად იმისა, რომ კი ბატონო, ხომ ბრწყინვალე აქტივობა იყო ეს და შეთავაზება იყო ეს სასწავლო მენიუ, ხო? მაგრამ თუ კი ისე ნახევარ ფაბრიკატს გავატანდით ჩვენ იმ შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ყველა მასწავლებელს რბილად რომ ვთქვათ, ყველა მასწავლებელს არ გამოეყენებინა ეს სტრატეგია თავის საკლასო ოთახში, მაგრამ აი, როდესაც უკვე გამზადებულ, ასე შევსებულ მენიუს წაიღებს მასწავლებელი, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრიდან, მე მგონი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა და ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა თუ ყველა არა, რომელიც გადის ამ კონკრეტულ ტექსტს გამოიყენებს მოსწავლეებთან ამ სქემას. მეორე ტექსტის მიხედვით შეიძლება დავამზადოთ და ვიმუშაოთ, ხო? მაგალითად, ეს თუ მესამე კლასელებისთვის იყო, ამავე მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრაზე შეიძლება მეოთხე კლასელებისთვის შევარჩიოთ კონკრეტული ტექსტი, რომელიც დროში გვემთხვევა მაგალითად უახლოეს პერიოდში და იმ ტექსტზე დავამზადოთ და ასე შემდეგ. და ბოლოს შევეხოთ ასევე RAPT მეთოდსაც, ესეც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სტრატეგია, ვფიქრობ თქვენთვისაც ხშირად გამოგიყენებიათ ხოლმე მიგიმართათ ამ მეთოდისთვის და ესეც კარგი ეფექტური იარაღია დიფერენცირებული სწავლების ფორმატში. როდესაც აი RAPT-ის როლი, აუდიტორია, ფორმატი, თემა, კერძოდ. მაგალითად, როდესაც წერით ნამუშევარს ვადგენთ, რა როლში ვაკეთებთ ჩვენს ნამუშევარს, რა როლში ვასრულებთ, ვინ არის აუდიტორია, ვისაც მივმართავთ, რა ფორმატის დავალება სრულდება და რა თემა შეეხება ეს. უბრალოდ მაგალითისთვის რომ ავიღოთ, აი მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკოსია ადამიანი, ფიზიკოსის პირით ჩვენ ვწერთ მასწავლებლებისთვის წერილს, აი ეს როგორც არის ნაჩვენები, გარემოს დაგვინძურების შესახებ, მაგალითისთვის ვამბობ, ხო? ხადია, ესე იგი დაწერენ მოსწავლეები გარკვეულ წერილს, ეს რასაკვირველია, დაკავშირებულია იმ თემატიკასთან, რასაც ჩვენ გავდივართ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მაგალითად, თუ კი ჩვენ დაუბრუნდებით პეპი გრძელიწინდას ტექსტს და იმ ტექსტის დამუშავებისას ჩვენ გამოვიყენებთ მაგალითად ამ მეთოდს, მაშინ ასეთ ფორმას მიიღებს დავალება. დავუშვათ, ვთქვათ, მოსწავლე შეიძლება ავიღოთ ასე, მოდი ერთი წუთი ესეც მოვნიშნოთ ჩვენთვის, მოსწავლე წერს წერილს, ანუ აუდიტორია ამ შემთხვევაში იქნება პეპი, ხო? პეპის წერს წერილს. აი წერილი დავწერეთ, ხო? წერილს და რის შესახებ, აბა მოდი ვნახოთ რის შესახებ. შეიძლება ჩვენ მოვიგონოთ რაღაც თემა, საკითხი, მაგალითად, აი რა წამოიწევს იმ ტექსტიდან, აი მე არ მახსოვს რომელ ტექსტს გულისხმობთ კერძოდ, ხო? იმ კონკრეტული ტექსტის მიხედვით რა თემის წამოწევად შეიძლება იმ თემას წამოვწევ, ხო? მაგალითად, ვთქვათ, იყოს ცხოველების დაცვის შესახებ, ვთქვათ, წერს წერილს, ხო? აი ამ შემთხვევაში, აი ეს გააქტიურებს უკვე იმ დავალებასთან იქნება მიმართული ეს. ძალიან საინტერესო სტრატეგია დამეთანხმებით, უბრალოდ
აქ იქნება საინტერესო შემდეგი რა, რომ როდესაც მოსწავლეები ამ ნამუშევრებს შექმნიან, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მოსწავლის როლში იქნება, დაუშვათ, ხო? ზოგიერთი შეიძლება იყოს, აი, ჯარისკაცის, ვთქვათ, ჯარისკაცი ხარ და ჯარისკაცის როლში წერილს პეპის ცხოველების დაცვის შესახებ. შესაბამისად, აი, ეს წერილი მოსწავლის მიერ დაწერილი წერილი. განსხვავებული უნდა იყოს ჯარისკაცის მიერ დაწერილი წერილისგან. ცხადია და ეს განსხვავება მოსწავლეებმა უნდა დაინახოს. და რაც მთავარია, მე ყველაზე ძალიან ის მომწონს ამ სტრატეგიაში, რომ ესე იგი, ერთხელ რომ დაწერს ნამუშევარს მოსწავლე ამ მეთოდის მიხედვით, ამ RAPT სტრატეგიის მიხედვით, მას უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ ამ 4 კომპონენტიდან რომელიმე შეცვალოს და ან 2 შეცვალოს და ხელახლა შექმნას ეს პროდუქტი. აი, ამ შემთხვევაში დაინახავს ის კარგად, აი, მთელ ამ მეთოდის, ასე ვთქვათ, წვენს თუ გნებავთ, თუ რა ვიცი, მუღამს თუ გნებავთ, ან სარგებელს, მოკლედ რომ ვთქვათ, რომელიც მოაქვს ამ მეთოდს. და იგი დავამატოთ მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრისთვის, როდესაც ამ მეთოდის პრეზენტაციას გავაკეთებთ, რა უნდა მოყვებოდეს ამ სასწავლო ჯგუფის შეხვედრაზე მასწავლებლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული ტექსტის მიხედვით, 1-2 კარგი ნამუშევრის შექმნა თვითონ ამ მეთოდის გამოყენებით. ეს უნდა მოხდეს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრაზე, რათა მასწავლებელმა ასევე პროდუქტი წაიღოს ამ შეხვედრიდან. პროდუქტი წაიღოს და მერე მოსწავლეებს აჩვენოს, აი ბავშვებო, ასეთი ნამუშევარი შევქმნით ჩვენ.